ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კამპანიაში შენგეხებას მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებებს დათანხმდა მმართველი გუნდის სახელით სპეციალური განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. მის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება პოლიტიკური პარტიების იმ ერთობლივ დეკლარაციას მეხუთე პუნქტად დაემატება, რომელიც მმართველმა გუნდმა პარტიებს გასულ კვირაში შესთავაზა. დავით ბაქრაძის შეფასებით, ამ დეკლარაციის შესრულება არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას შეუწყობს ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული წინადადებით წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ მომხრეთა აგრესიული ქმედებები და მიუწვდომელი ორგანიზაციების დისკრედიტაცია არ უნდა დაუშვან, არ უნდა მოიწვიონ. ამომრჩეველი პოლიტიკურ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების ინფორმირება უნდა მოახდინონ და ყველა მედია საშუალებას თანაბარ პირობებში მუშაობის საშუალება მისცენ. სახელმწიფო უწყებებმა ასევე არ უნდა დაუშვან შერჩევის მართლმსაჯულება. გარდა ამისა, არასამთავრობოების რამდენიმე წინადადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასაც ეხება. ნაციონალური მოძრაობა თანახმაა, რომ ჩვენს მიერ წინაკვირაში გაჟღერებულ პრინციპებს დაემატოს პუნქტი, რომელშიც ჩვენ ვთანხმდებით და ვეთანხმებით არასამთავრობო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ყველა რეკომენდაციებს. იგივეს ვთავაზობ ჩვენ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას და იმედი მაქვს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები, ვის ინტერესშიც ნამდვილად შედის ნორმალური და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ვის ინტერესშიც ნამდვილად შედის თავისუფალი საარჩევნო გარემოს არსებობა, ვის ინტერესშიც ნამდვილად შედის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არა არჩევნების საბაბით რაიმე სხვა პროცესების პროვოცირება. იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთი პარტია ამ პრინციპებს დაეთანხმება.